პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო შესყიდვებში ამ ხანაგობებიც დაიშვებიან. დარგის სპეციალისტები მიესალმებიან აღნიშნულ ცვლილებას, თუმცა ბიზნესი თვლის, რომ სახელმწიფო ტენდერების მარეგულირებელ კანონმდებლობას უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები ესაჭიროება. რას გვყავს ადგილობრივი ბიზნესი და რას ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების ახალი წესი? თემაზე ეკონომეტრის სტუმრები არიან ტექსტილისა და ფეხსაცმელების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ბიძინაშვილი და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი მიხეილ კუკავა. მოგესალმებით ბატონებო. პირველ რიგში ბატონ დავით, თქვენთან მექნება შესყიდვა, რას ითვალისწინებს ახალი ცვლილებები და რა პერსპექტივებს უქმნის ამ ხანაგობების დაშვება სახელმწიფო შესყიდვების ადგილობრივ წარმოებას და რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივი მწარმოებლები სახელმწიფო ტენდერების დროს? მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეხვედრა გქონდა დაახლოებით თველახევრის შესყიდვების სააგენტოში, სადაც პირველად გაჟღერდა ამ ხანაგობების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. და ძალიან სასიამოვნო სასიხარულო, რომ ეს თემა დღეს განხორციელდა და გაჟღერდა უკვე თქვენი ეთერის საშუალებით. აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ წეგან ამ თემაზე მქონდა საუბარი. ბატონო დავით, უკაცრავად იქნებ დავაზუსტოთ კონკრეტულად რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილება, იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯერჯერობით მხოლოდ ცვლილებები კი შევიდა ძალაში, თუმცა იგი მონიტორინგის და დაკვირვების პროცესშია, როგორც სააგენტოში გვითხრეს. ეხლა ამას მე თვითონ ვერ გავსაზღვრო, მაგრამ თვითონ ეს ცვლილებები არის მართლა დადებითი ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალი დაფუძნებულები არიან, არ აქვთ გამოცდილება და არ შეუძლიათ ცალკე მიიღონ მონაწილეობა ისეთ ძლიერ ტენდერებში, მაღალ ღირებულებიან ტენდერებში, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. სხვებთან ერთად, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, აი ამ ხანაგობაში გაწევრიანდებიან. რა თქმა უნდა, თუ სურვილი იქნება ორივე მხარის მხრიდან და დადებითად იმოქმედებს ეს ორივე მხარისთვის, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი, ყველაზე მთავარი კონკურენციის საკითხი. ინებებს კი მეორე მხარე, უпроსტად პირველი მხარე, რომ ეს ახლა დაფუძნებული ორგანიზაცია მიიღოს თავის დამხმარე წევრად. და აი ეს თვითონ აუცილებელი გამოცდილების მოთხოვნა, მე მგონია, რომ რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. კარგით, მე მინდა ჩემს მეორე სტუმართან გადავიდე შეკითხვით, ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ცვლილებებს? მოგესალმებით, თუ შეიძლება დავაზუსტებ, მე ვარ წარმოვადგენ PMC კვლევით ცენტრს, არ ვარ დამოუკიდებელი ექსპერტი. რაც შეეხება ამ ცვლილებებს, ეს არის როგორც აღინიშნა უკვე ძალიან კარგი ცვლილება და პროგრესული ცვლილება და აძლევს ტენდერში ერთობლივი მონაწილეობის მიზნით რამდენიმე მიმწოდებელს გაერთიანების საშუალებას. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ ისინი ვთქვათ ამ ცვლილებებამდე ვერ მოახერხებდნენ დამოუკიდებლად ტენდერში მონაწილეობას, ამჯერად ამ ცვლილებების შემდეგ უკვე ისინი ამას მოახერხებენ, რადგან ხდება მათი ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების დაჯამება და მათ შეუძლიათ ერთობლივი რესურსით მონაწილეობის მიღება, რაც ცხადი არის ძალიან პროგრესული ცვლილება. და ბატონო მიხეილ, ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ამ ხანაგობების მონაწილეების შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად. ეს ყველაფერი შესყიდვების სააგენტოს განცხადებით ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სფეროს კონკურენციის ზრდასა და მცირე და საშუალო ბიზნესის სახალისებას. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ ამბავს? მცირე და საშუალო ბიზნესის სახალისებას ნამდვილად ემსახურება. რაც შეეხება კონკურენციას, აქ ეს უკვე ცილდება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას და ცალკე რეგულირდება კონკურენციის კანონმდებლობით. აქ სიფრთხილეა საჭირო, რომ არ შეიზღუდოს კონკურენცია, რადგან გაერთიანება პირიქით ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა კონკურენციას თქვათ დაიმუქროს. ხო, შეიძლება ნაკლები იყოს, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით ამას, შესაბამისი რეგულირების შემთხვევაში კონკურენციას თქვათ საფრთხე არ ემუქრება და ეს ცვლილებები თავისთავად არ შეიცავს კონკურენციისთვის საფრთხეს. ანუ თუ მოხდება
ვთქვათ ამ პრაქტიკის მონიტორინგი, ვთქვათ იმის მონიტორინგი თუ როგორ ვთქვათ რომელი მიმწოდებლები ერთიანდებიან და ეს ანალიზით შესაძლებელია ამ საფრთხების აცილება, რასაც ძალიან კარგად ახერხებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ამ ანალიზის გაკეთებას. აი რაც შეეხება კონკურენციას, მე მინდა ბატონ დავითთან გადავიდე შეკითხვით. ბატონო დავით, მე ვიცი რომ აქ ძირითადი კონკურენტები ადგილობრივი ბიზნესისათვის იყვნენ უცხოური კომპანიები ან დიდი და ძლიერი კომპანიები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი ბიზნესის წახალისებას აღნიშნული ცვლილება რამდენად შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ რამდენადაც ცნობილია სახელმწიფო შესყიდვების სწორედ ადგილობრივი ბიზნესისათვის გარკვეულწილად შემოსავლის საკმაოდ საინტერესო წყაროა. მოგახსენებთ მე და ჩემს გარშემო ყველა ბიზნესის მიგვაჩნია რომ სახელმწიფო არის უპირველესი ინვესტორი საკუთარი ბიზნესის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის. გამომდინარე აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე თუ გააკეთებს აქცენტს სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა რაღაცა შიდა რეგულაციებით უნდა დაარეგულიროს აუცილებლად ის პირობები, რომლებიც არის სატენდერო სისტემაში მოცემული. Ну კონკრეტულად ვიტყვი რომ ძალიან დიდი ხანია ახლა უკვე რამდენიმე წელია ვიბრძვით იმისთვის რომ რაღაცა გარკვეული 10-15%-იანი შეღავათები დაწესდეს ადგილობრივი მეწარმეებისთვის ვიდრე იმპორტირებულებთან შედარებით. Ну ესეც ჯერჯერობით ვერ განხორციელდა. 1 სექტემბრისთვის ველოდებოდით რაღაც ცვლილებებს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა არჩევნები ახლოვდება, ეს ბოლო პარლამენტის ალბათ დღეს ბოლო შეხვედრა იყო. ანუ ბატონ დავით ის ცვლილება რაც შევიდა ჯერჯერობით საკმარისი არ არის. არაფრის დიდებით ეგ ძალიან სუსტია ამ პერიოდისთვის. თუ რაღაცით არ იქნა გამაგრებული კონკრეტულად შიდა ბიზნესის რაღაცა მინიმალური უპირატესობის გამოხატვით. და ფიქრობთ რომ არჩევნებამდე, მანამ არჩევნები არ ჩაივლის, აი ამ დეტალების დახვეწა ვერ მოხერხდება? Ну, ყოველ შემთხვევაში ეს თემა არ არის ისეთი ძალიან რაღაცა პოლიტიკოსების და პოლიტიკური შეჯახების სიმძაფრით გამოწვეული, ეს არის შიდა ბაზრისთვის აუცილებელი და შეიძლება რომ რაღაც ერთი შეხვედრით გადაწყდეს ეს საკითხი დადებითად. აი კონკრეტულად რა სიტყვით თქვენ, რა უნდა გაკეთდეს საიმისოთ რომ ადგილობრივი ბიზნესი არ იყოს დაჩაგრულ მდგომარეობაში, ვთქვათ, იმპორტიორებთან შედარებით, იგივე სახელმწიფო შესყიდვების მოგახსენებთ. ჩვენს გარშემოც და კიდევ შორსაც წავალ რა, ჩვენს გარშემო ქვეყნებში აბსოლუტურად სულ ყველა ქვეყანას, აზერბაიჯანსაც, სასომხეთსაც, რუსეთზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ხო? თურქეთში, ხო? ყველა ადგილობრივ წარმოებას, თავის ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს სახელმწიფო ძალიან დიდ უპირატესობას. აი შესყიდვების დროს შესყიდვებთან დაკავშირებით არავინ არ შეგიშვებს მარტივად შიგნით. არავინ არ შეგიშვებს. ეხლა არ მინდა ერთ-ერთი ქვეყანა ვთქვა ჩვენი მეზობელი, სადაც აი გეტყვით რომ 5 ორგანიზაცია რომ შევიდეს ტენდერზე და იქიდან ერთი აღმოჩნდეს ადგილობრივი, დანარჩენ 4 სიმწუთას უარსებობნებიან და ადგილობრივს აძლევენ საქმეს. ამიტომ აი კონკრეტულად თქვენ რა ტიპის ვთქვათ ცვლილებებს მოითხოვთ კანონმდებლობაში, აი ამ ხანაგობების გაერთიანება გასაგებია რომ ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს. თუმცა თუ დავაკონკრეტებთ, მაინც საინტერესო იქნება მაყურებლისათვის. რატომ არის ეს დადებითი ცვლილება? ვთქვათ, როცა ამ ხანაგობების გაერთიანება შეუძლიათ და მიიღონ მონაწილეობა. რა პრობლემები აქვს რომ თითოეულ ამ ხანაგობამ შესყიდვების სააგენტოს საკმარისად კარგი განმარტებებია გაკეთებული, რატომაც არის, მაგრამ აქ არის ერთადერთი წეღარაც აღნიშნეთ და იგივე რომ არ ვიმეოროთ ის რომ იქნება კი ორივე მხრიდან ამის ამხანაგობის გაერთიანების სურვილი ძლიერსა და სუსტს შორის, ახალსა და ძველ შორის, ფულიასა და უფულოს შორის, ასე რომ გამსაზღვროთ. და თქვათ მე მაინტერესებს იცით რა ჩვენთვის ცოტა რთული გახდა შესყიდვების სააგენტოს კომენტარის მოპოვება იმასთან დაკავშირებით რომ ისინი ამბობენ რომ ცვლილება დაკვირვების პროცესშია და რამდენიმე დღეში გავაკეთებთ კომენტარს მაყურებლისათვის რომ განვარტოთ ამ ხანაგობების შერწყმა რა უპირატესობას ანიჭებს იგივე ადგილობრივ ბიზნესს იმიტომ რომ რამდენადაც ცნობილია ჩვენი ბიზნესი მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში არ არის იმდენად ღონიერი ვთქვათ რომ კონკურენცია გაუწიოს თუ უფრო სხვა მიზეზებიც არსებობს რაც დაგეხმარება ცოტა სხვა დარგებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ამ თემაზე ვერ მოგახსენებთ მაგრამ ჩვენ დარგთან დაკავშირებით გეტყვით რომ დღევანდელი აი ღონიერებასთან დაკავშირებით დღევანდელი მდგომარეობით ჩვენთან არსებული საწარმოები რომლებიც მუშა მდგომარეობაში არიან ჩვენი ქვეყნის შიდა მოთხოვნის 25-30%-საც ვერ დააკმაყოფილებენ თავისი სიმძლავრით
რამე თუ რა ვიცი არ არის საკმარისი განვითარების ის ეტაპი რომელიც ქონდა და შემდგომ დაინგრა გასული ხელისუფლების პირობებში და შემდგომ აი ეს აღდგენა გაძლიერდა და ვეღარ დავდექით ყველანი ფეხზე სულ ყველას რაღაცა პრობლემები აქვს და ესეც იქიდან გამომდინარე მიდის იქითკენ რომ აი ეს ზრდა არის შეჩერებული უკანსვლა არ არის რა თქმა უნდა მაგრამ ზრდა არის შეჩერებული ანუ ვერ იზრდებიან ჩვენი ბიზნესები ამის ჩვენი მეწარმეები ვერ იზრდებიან დიახ მაგის თქმა მინდა და სატენდერო პირობების დროს უარეს მდგომარეობაში არიან სხვა კომპანიებთან შედარებით რა თქმა უნდა ეხლა აი დიდი რაოდენობით რაც ხდება და მოკლევადით რაც ხდება იმის გულისთვის რომ ჩვენ აქ ვასაქმებდეთ ჩვენს ადგილობრივ ხალხს მე მქონდა ამ თემაზე საუბარი რომ ერთი წლის განმავლობაში პირობას ვდებდი რა გასულ ხელისუფლებასთან და დღევანდელ ხელისუფლებასთანაც რომ წლის განმავლობაში 6-დან 8,000-მდე ადამიანი დასაქმებდა ჩვენ დარგში თუ კი თქვენ მოიგებთ ტენდერს მარტო ჩემზე არ არის რა ჩემზე არ არის ლაპარაკი თუ ის თანხები საბიუჯეტო თანხები მოხმარდებოდა რაღაცა გარკვეული რეგულაციებით შიდა საწარმოებს აი ადგილობრივი ხალხის დასაქმების მიზნით კარგით მე მინდა ბატონ მიხეილთან გადავიდე შეკითხვით ბატონო მიხეილ მართალია სახელმწიფო შესყიდვებით კუთხით საქართველოს ერთ-ერთი ლიდერიც კი არის რეგიონში ელექტრონული ტენდერების დამკვიდრების შემდეგ მაგრამ ადგილობრივ ბიზნესს მაინც მრავალი შენიშვნა აქვს რაც თუ შევაჯამებ დადის ორ მთავარ შეკითხვამდე ერთის მხრივ ტენდერების ორგანიზატორი მხარის არასათანადო კომპეტენცია რომელიც ვერ აყალიბებს შესაბამისად სატენდერო მოთხოვნებს და ვადებს და მეორე საკანონმდებლო ხარვეზები რომლის გამოც ადგილობრივი წარმოება არ იმყოფება თანაბარ პირობებში იმპორტ თან მიმართებაში რა კონკრეტულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას სახელმწიფო შესყიდვების არსებული მექანიზმი და როგორ აისახება ეს დამსაქმებელსა და ეკონომიკაზე ეს არის ალბათ დღეს ძირითადი შეკითხვა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა 2015-2016 წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრესული ცვლილება არა მხოლოდ ამხანაგობები, არამედ ვთქვათ ის ორეტაპიანი და ერთეტაპიანი ურაუნდო, ანუ ვაჭრობის გარეშე ტენდერები, რაც არის უმთავრესი ცვლილება, რაც შეეხება იმპორტთან მიმართებაში, ვთქვათ აი ცვლილებებს კანონმდებლობის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მუშაობს ტენდერის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ ასევე უცხოური კომპანიები, არარეზიდენტები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ საქონელს, მომსახურებას ან სამუშაოს, მათთვის ტენდერის დასრულების შემდეგ გარკვეული დანამატის მიცემაზე, რაც არის, ვთქვათ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. მაგრამ ტენდერის პროცესში რაიმე უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი კომპანიისთვის, ვთქვათ, განსხვავებით არარეზიდენტისგან, ვთქვათ, იმ კომპანიისგან, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში, არის პროტექციონისტული მიდგომა და აბსოლუტურად გაუმართლებელი, რაც სასათბურე პირობებში ჩააყენებს ჩვენს ბიზნესს და სწორედ აი კონკურენტუნარიანობაზე საუბრობდით, მის კონკურენტუნარიანობაში აქ ყოველთვის ჩნდება ასეთი შეკითხვა, თანაბარ პირობებში ჩაყენებაზეა ლაპარაკი და თქვათ არა ვთქვათ პროტექციონისტულზე, თუმცა გარკვეული ქვეყნები პროტექციონიზმს უშვებენ თავიანთი ბიზნესების მიმართ. ჩვენი ბიზნესი, რომელიც დიდი წნეხის ქვეშ არის საკმაოდ დიდი სესხების და მაღალპროცენტიანი სესხების აღება უწევს, ვერ ეწევა განვითარებაში არარეზიდენტებს. აი ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ჩაითვალოს თანაბარ პირობებში მყოფად, აი ესეც კითხვაა. იცით რა არის, ქალტონელა, ანუ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ანუ ევროკავშირის პრაქტიკა, არც ნობს მსგავს შეღავათებს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ტენდერის პროცესში. თუმცა ევროკავშირში სესხები სხვანაირია და განვითარების ისტორია სრულიად სხვანაირია, მოდით ჩვენი რეალობიდან გამოვიდეთ. თუმცა მიდგომა არ შეიძლება იყოს, ჩვენ არ შეიძლება ეს გზა ავირჩიოთ, იმიტომ რომ აქ გაცილებით მეტი რისკია ვიდრე სარგებელი. იმიტომ რომ ეს ბიზნეს ჩააყენებს ხელოვნურად რაღაც სასათბურე პირობებში და შეუქმნის და მეორეც თან კონკურენცია თქვა შეიზღუდება. თუ შეიძლება დაუშვათ იმ უცხოელმა არარეზიდენტმა მომწოდებელმა იმის გამო რომ მას აქვს უფრო დიდი მასშტაბი წარმოების შემსყიდველს შესთავაზოს უფრო იაფად მომსახურება ამას შემსყიდველები ვეღარ მოახერხებენ ანუ ეს მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ ჩვენ ანუ ვთქვათ სახელმწიფოს მხარეს რომელიც ფულს ვეღარ დაზოგავს ამ კონკურენციის შემცირებით და თან ბიზნეს შეაყენებს ეს იმ მდგომარეობაში როდესაც მას ვთქვათ აღარ ექნება საზრუნავი ვთქვათ იმაზე რომ განვითარდეს და იყოს კონკურენტუნარიანი და ძალიან მოკლედ უნდა შევაჯამოთ ბატონო მიხეილ თქვენი საზრით
ეს ცვლილებები წაადგება თუ არა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად ქვეყანაში არაკორუფციული გარემოს ჩამოყალიბებას და ბატონ დავითსაც მინდა ვკითხო ორი სიტყვით თუ შეაჯამებს თქვათ რა მოლოდინები არსებობს სამომავლოდ ისინი შევლენ თუ არა გარკვეული წინადადებებით რომ მიიღონ მხარდაჭერა გარკვეულწილად თანაბარ პირობებში მაინც რო აღმოჩნდეს სახელმწიფოსთან ქალწონელა თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ანუ სანამ თქვენს კითხვას უპასუხებდა ერთი წინადადებით მაგალითი რომელიც იქნა მოყვანილი სომხეთის აზერბაიჯანის და რუსეთის სამწუხაროდ ჩვენ ამ ქვეყნებს ნამდვილად ვერ მივიჩნევთ ვერც სახელმწიფო შესყიდვებში და ვერც სხვა მიმართულებებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილად ანუ მათი გამოცდილება ჩვენთვის ნამდვილად არ არის გასათვალისწინებელი იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა არათუ ამ ქვეყნებზე ბევრად წინ არის არამედ საუკეთესოა მსოფლიოში და რაც შეეხება ბიზნესისთვის ამ ცვლილებების საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას არა მხოლოდ ამხანაგობების შექმნა ჩვენ ივლისიდან და ვთქვათ ივლისიდან რჩება ბატონო დავითთან მინდა და ურაუნდო ტენდერები რაც აი სწორედ ბიზნესისთვის და ვთქვათ კორუფციული გარიგებებისთვის მიმწოდებლებს შორის რასაც ქონდა ადგილი ბატონ დავითთან უნდა გადავიდე მეტი დრო აღარ რჩება ბატონ დავით ორი სიტყვით თუ შეიძლება თქვენ ელოდებით თუ არა რომ კიდევ შევა ცვლილებები რომელიც თქვენ მდგომარეობას გაამჯობსებს ორი სიტყვით აუცილებლად შევა რადგანაც ახლა ჩვენი ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე როგორც ვიცი 28 სექტემბრისთვის შესყიდვების სააგენტო ჩვენ დარგთან აწყობს შეხვედრას ეს ბოლო ინფორმაცია მაქვს და საკმაოდ ისეთი კარგი შეხვედრებია საქმიანი შეხვედრებია კარგით ჩვენ დაუბრუნდებით 28 სექტემბრის შემდეგ ერთი წამი თუ შეიძლება ბატონ მიხეილს თქო გამონახოს დრო და ეს შეგვიძლია ეთერს გარეთ დავილაპარაკოთ და ნახოს ჩვენი ხალხი როგორ არის დასაქმებული რა დღეში არიან და მე განსაზღვროს სხვა ქვეყნების მდგომარეობიდან გამომდინარე და კანადის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით რომ აუცილებლად შიდა რესურსები გამოიყენოს საკუთარი ხალხის დასახმარებლად დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენ სტუმრებს შეგახსენებთ ეკონომეტრის სტუმრები იყვნენ ტექსტილისა და ფეხსაცმელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ბიზინაშვილი და სახელმწიფო შესყიდვების საკითხში ექსპერტი FIEMS-ის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი მიხეილ კუკავა